დრამატული მანქანებია. დღეს დავიწყეთ მუშაობა რეალურად და აი ჩვენ ასობით, ათასობით ავტომობილები ყავს გაყიდული და ყველას უნდა რა ქვია? განახლება. აი ყურე ყველა ავტომობილს ჭირდება განახლება. ზვიადი და დათო მოდით. აი ეს გოგო ბიჭები არაფერს შუაში არ არიან, მაგრამ არის ესეთი რამ. აი ესენი როცა ავტომობილს ყიდიან ეს გოგო ბიჭები და სადღაც წითელს რო ანთებს, თქვენთან არ რეკავენ ამათთან, ხო? ამიტომ როცა ავტომობილს ყიდიან, მოდი, ვინც ყიდის იმას ურეკავს მომხმარებელი, ხო? და ესენი გადაგთავენ თქვენთან. ესე არის 30 წელია ესე უმუშაობთ. ყველა მინდა იცოდეს, რომ აი ეს ორივე ბიჭები არიან პროფესიონალები, რომლებიც ყველა ავტომობილს გააკეთებენ. ერთ დღეში პროგრამა ჩავაწერიეთ, პროგრამა. აი ძალიან ბევრს აქვს იმის პრობლემა, რომ ჩინური მენიუ აქვს, ხო? აი ეს ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ერთ საათში და ინგლისური, ქართული, რუსულ მენიუზე ნებისმიერ ავტომობილს გადაიყვანენ. ეს არის მთავარი. და ჩვენ როცა ვიძახით გარანტია, ზუსტად ეს არის გარანტია. უყურე როგორ არის, როცა გარანტია გინდა, შენ უნდა გქონდეს პროფილაქტიკა. ევრო 5-ის ცენტრი თუ გაქვს, ევრო 5-ის პროფილაქტიკა უნდა გქონდეს. ჩვენ ამ წუთას ეს ადგილი გამოვყავით ჩინური ავტომობილებისთვის და ჩინეთში აწყობილმა ავტომობილებმა დაიპყრო ყველგან სადაც შევიდა ბაზარი, იმიტომ რომ არის უმაღლესი ხარისხის. რაც შეეხება ვის უნდა მოვაკითხოთ დათოს, დათო არის მათემოტორსის რამდენი წლის თანამშრომელი? 2008 შემდეგ. 2008 შემდეგ აქ არის. ზვიადი, შენ რამდენი წელია? აი 13 წლის თანამშრომელია. უყურე, ამ ორ ადამიანს უნდა მოვაკითხოთ, დავტოვოთ მანქანა და ყველაფერს გაგიკეთებთ. ხვალ დილიდან ჩვენ ტელეფონებს გამოვაცხადებთ. ეს იქნება დათოსი და ზვიადის ტელეფონის ნომერი და ნებისმიერ ავტომობილს გაიკეთებენ. ეს აქ არაფერი არ არის ისეთი დანადგარი. მოიწია ისა? ეს არაფერი არ არის. არის ოთახში ნახევარი ჩვენი ცენტრის ოდენა ლაბორატორია აქვს ჩამოტანილი, იმიტომ რომ ესენი არიან პროფესიონალები და 3 წლის განმავლობაში იქნებიან აქ და ამ 3 წლის განმავლობაში კეთილი უნდა ინებოს და ზვიადი და დათომ ორივე უნდა ისწავლოს. აი როგორ კეთდება აპდეიტი თუ რაღაცა. აი მითხრას ერთმა ადამიანმა საქართველოში დღეს სადაც 100% ავტომობილს გაგიკეთებენ. ვერსად ვერ გაგიკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გადავამოწმეთ და ამაზე პასუხს ვაგებთ. ამიტომ არის მინდა მოსახლეობას მიმართო ეს ანის კონდეს ამ ბიჭების ტელეფონის ნომერი და მინდა მთელს საქართველოს მოსახლეობას მოუწოდოთ.